ახლა ჩვენ გავიგოთ ცნობები ხაჭაპურის შესახებ. რაშიც დაგვეხმარება ქალბატონი მედიკო. ქალბატონო მედიკო, რას გვეტყვით ხაჭაპურზე, რამდენი ნაჭერად იყოფა და საერთოდ როგორი წესი? ეს არ არის ლამაზი. როგორც ჩვენ გვითხარი, იყოფათ 4-ად და 6,000 ზოგან. ნუ ზოგან კი არ საერთოდ და ხაჭაპურს აი თქვენი არის რატომ დაიხო ხაჭაპური? ხაჭაპური რატო დაიხო? ხაჭაპური და ხაჭაპური ყია. ეს ყველაფერი მზადდება შრომისგან, ყველისგან და ალბათ მარილისგანაც, ხო? ცოტა უნდა გავაროთ აუცილებლად და გვექნება ხო, აიძილოს ხაჭაპური, ასეთი ჯერჯერობით ვზიაროთ ხაჭაპურს. ხაჭაპურს კი არის? ყველს ვზევავთ, რომ გამოვა ეს გახეხილი ყველია, ეს ქვილი და ალბათ უკვე ხვდებით, რომ ხაჭაპური უნდა გამოცხოს ამით. ეს არის ყველის ზევის პერიოდი. აღზევავთ ყველს, რომ გავაკეთოთ შემდეგში ხაჭაპური, გემრიელი ხაჭაპური. ეს ხაჭაპური მზადდება იმერული ყველისგან, ასეთი იმერული ხაჭაპური მზადდება იმერული ყველითო. ნუ ასეთი არის. ეს არ უკვე ყველი. ყველის დამზადება. და კიდე ვხეხავთ ყველს, რომ ალბათ უფრო ბევრი გამოვიდეს და ვაკეთებთ ხაჭაპურს ისევ. იმერული ყველი არის ძალიან გემრიელი. ალბათ მსოფლიოს საქართველოს საერთოდ ცნობილია იმერული ყველი. მაგრამ იმერული ხაჭაპური განსხვავებულია ყველთან შედარებით. ის ძალიან ბევრნაირად კეთდება. ცნობები გვაქვს ჩვენ ასევე. ხაჭაპურს ვაცხავთ, მერე ზედვისვავთ ცხიმს. და უფრო გამოვიდეს ალბათ ლამაზი შესახედებათა და გემრიელი. ხაჭაპური მზადდება 4-ად, ანუ 6-ად. ეს ქართული წესი ესე არის. ქართული წესი არ არის ესე. ხაჭაპური ეს გახება მოჩთ უკვე და უკვე გამომცხა ხაჭაპური შემოთავაზეთ.